მოგესალმებით ალმას ჰოლდინგის სივრციდან, სადაც ვსაუბრობთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე. ჩვენი პოდკასტი სწორედ იმ მნიშვნელოვანი თემების განხილვას ემსახურება, რომელიც დღევანდელ რეალობაში შეიძლება შეგვხვდეს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი იზო მაღლაკელიძე, იურისტი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. გთხოვთ გაგვიცნოთ. მადლობა მოწვევისთვის. მე გახლავართ იზო მაღლაკელიძე, პრაქტიკოსი ადვოკატი, 2005 წლიდან ვეწევი აქტიურ საადვოკატო საქმიანობას. ჩემი კომპანია მაღლაკელიძე და პარტნიორები უკვე 20 წლის გახდა. ჩვენ გვყავს უამრავი კმაყოფილი მოქალაქე, ბევრი გამამართლებელი განაჩენი, ბევრი დაკმაყოფილებული სარჩელი და მოგებული საქმე და ჩვენი დევიზია პირველ რიგში ჩვენთან მოსულ მოქალაქეს მივცეთ გარანტია იმისა, რომ აუცილებლად მოვიგებთ საქმეს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაძლევთ ადამიანს იმის გარანტიას, რომ მისი უფლებები იქნება დაცული და ადვოკატი იძღვნებს მისი უფლებების დაცვაზე და არც ერთ შემთხვევაში მას არ შეიყვანს შეცდომაში. დღევანდელი მოცემულობით თანამშრომლობ კომპანია ალმას ჰოლდინგთან, რომელიც გახლავთ მრავალი პროფილის მიმართულებით საქმიანობის და მოღვაწეობის დიდი პრაქტიკული გამოცდების მქონე კომპანია. ალმას ჰოლდინგში შეგიძლიათ მიიღოთ უფასო კონსულტაცია, ცნობილმა და გამოცდილმა იურისტებმა უპასუხონ თქვენ შეკითხვებს და ასევე ალმას ჰოლდინგი წარმოადგენს პრაქტიკული სამართლის სახლს, სადაც ნებისმიერი ასაკის ცოტა ზრდასრული ბავშვები, აბიტურიენტები, სტუდენტები, ასევე კურსდამთავრებულები ღებულობენ პრაქტიკულ ცოდნას და გადიან სტაჟირებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი გასაუბრების გავლის შემდეგ. ქალბატონო იზო, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა ტიპის დავები ჭარბობს სასამართლოში? სამოქალაქო სამართალს თუ გადავხედავთ, ძირითადად ჭარბობს ალბათ ცესხის დავები და საოჯახო დავები, სამწუხაროდ საოჯახო დავები ძალიან ბევრია სასამართლოში. რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, რომ დაიცვას საკუთარი თავი, თუ თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა? პირველ რიგში ალბათ ვიდრე მისი უფლებები დაირღვევა და მოქალაქე შევა სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში, ალბათ ჯობია პირველივე ეტაპზე გაიაროს კონსულტაცია იურისტთან, რომ შეადგინოს სწორი ხელშეკრულება და მისი მომავალი სამოქალაქო ურთიერთობა დაგეგმოს სწორად. მაგრამ თუ მაინც ეს ეტაპი არ გაიარა მოქალაქემ და უკვე დარღვეული უფლებების დროს დაიწყოს ზრუნვა მისი უფლებების აღდგენაზე, ალბათ პირველ რიგში იურისტთან კონსულტაციით უნდა მიმართოს სასამართლოს, აღძრას სარჩელი, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და არა მხოლოდ იმ არგუმენტაციით, რომ მე მართალი ვარ და სასამართლო მიიღებს საჩემო გადაწყვეტილებას, ამ პრინციპით არ იმოქმედოს. ყველას, ვინც თვლის, რომ მართალია, ასე ვთქვათ, მოქალაქეთა ენაზე, მაინც ესაჭიროება უტყუარი მტკიცებულებები იმისათვის, რომ სასამართლო მიირწმუნოს მისი სიმართლე და სასამართლო მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. ამდენად ყველა მოქალაქეს ვურჩევ საწყის ეტაპზევე მიიღოს სწორი კონსულტაცია და თუ მაინც დაირღვა მისი უფლება, უკვე მიმართოს სასამართლოს აუცილებლად მტკიცებულებებით. თუ შეიძლება მოქალაქეებს განვუმარტოთ ცესხებთან დაკავშირებით, რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეთ სარჩელის აღძვრისას ან შესაგებლის წარდგენისას? ცესხებთან დაკავშირებით პირველ რიგში ალბათ მოქალაქეებმა მათი უფლებები რომ დაიცვან, უნდა იცოდნენ, რომ როდესაც მიუვათ სარჩელი, თუ მათი ცესხი ხანდაზმულია, ანუ კრედიტორმა 3 წლის განმავლობაში არ მიმართა შესაბამის ზომებს თანხის დასაბრუნებლად, აუცილებლად უნდა წარადგინოს შესაძლებელი და იქ მიუთითოს, რომ ეს ცესხი არის ხანდაზმული და სასამართლოს თხოვოს, რომ არ დააკმაყოფილოს სარჩელი ხანდაზმულობის გამო. შესაძლებელია მოქალაქე თვლის, რომ ცესხი ისედაც ხანდაზმულია და მას ვერავინ ვერაფერს მოსთხოვს. ეს ასე არ არის. თუ ის არ წარადგენს სასამართლოში კვალიფიციურ შესაგებელს, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას კრედიტორის, ანუ ამ შემთხვევაში მოსარჩელის სასარგებლოდ. ამიტომ ცესხის დავებში მოვალემ უნდა იცოდეს ის, რომ
მიუხედავად იმისა, რომ მისი სესხი ხანდაზმულია, აუცილებლად ეს შესაძლებელი უნდა წარადგინოს სასამართლოში. ასევე როგორც აღნიშნეთ, ჭარბობს საოჯახო დავები. საოჯახო დავებში რა პრობლემატურ საკითხებს აწყდება მოსარჩელე, მოპასუხე და ადვოკატი, რომ გითხრათ? დიახ, საოჯახო დავები სამწუხაროდ ძალიან ბევრია. განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა, ეს მართალია არ არის სასურველი დავა, თუმცა იმდენად პრობლემატურ დავას არ წარმოადგენს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ბავშვთან დაკავშირებულ დავებზე მშობლები არა ბავშვთა ინტერესებიდან, არამედ თავის ინტერესებიდან გამოდიან ხშირ შემთხვევაში და ერთმანეთზე, ასე ვთქვათ, შურისძიების, ქიშპობის და თავისი ინტერესების დასაცავად ცუდად იყენებენ ბავშვებს ფარად, ასე ვთქვათ და ძალიან კარგია, როდესაც ასეთი ტიპის დავაში ერთვება კვალიფიციური ფსიქოლოგი. ფსიქოლოგს ძალიან დიდი როლი აქვს ბავშვთან დაკავშირებულ დავებში. ეს არის ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მაგალითად, ძირითადი საცხოვრებელი მისი დედასთან უნდა იყოს თუ მამასთან. ალიმენტთან დაკავშირებულ დავებზე, თუმცა ალიმენტთან დაკავშირებულ დავებზე ხა ფსიქოლოგის ჩართულობა სავალდებულო არ არის და მშობლის უფლების შეზღუდვის დროს, როდესაც ერთ-ერთ მშობელს უნდა შეეზღუდოს მშობლის უფლება, აქაც ფსიქოლოგის ჩართულობა აუცილებელია. რა პრობლემებს აწყდებიან ზოგიერთ შემთხვევაში მხარეები და ადვოკატები. ძალიან პრობლემატურია, ასე ვთქვათ, კვალიფიციური ფსიქოლოგის მოძიება. მე რამდენიმე ფსიქოლოგთან თანამშრომლობ, რომლებიც შეუდარებლები არიან. არ დავასახელებ ახლა მათ სახელებს და გვარებს, რომ რაიმე რეკლამაში არ ჩაგვეთვალოს, თუმცა საოჯახო დავებში და განსაკუთრებით ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში დავებში ძალიან მნიშვნელოვანი არის კვალიფიციური ფსიქოლოგის ჩართულობა და ადვოკატმა, მშობლებმა სასურველია ითანამშრომლონ ფსიქოლოგთან იმისათვის, რომ სასამართლოს შეეძლოს შემდეგ სწორი გადაწყვეტილების მიღება და ბავშვთან ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება. ეს არის მოკლე მონახაზი, რაც შეიძლება ვთქვათ ძირითადად ჭარბ დავებთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხოთ მათი სურვილის შემთხვევაში ან პირდაპირ ეთერში, ან მოწერილობით და შეგვიძლია სწორი მიმართულება მივცეთ მათ დავებს. დიდი მადლობა ქალბატონო ის მოგზაურობისთვის და ჩვენ შემდეგ სტუმარს დავაანონსებს აუცილებლად.